სწრაფად მოხდეს ხმების დათვლა და დროულად გამოქვეყნდეს CSKO-ს წინასწარი შედეგები. ამ მოთხოვნით ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილია რამდენიმე ასეული მოქალაქე. ცოტა ხნის წინ იქ მივიდა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. რა ხდება CSKO-ს შენობასთან? ბოლო ინფორმაციას აქციის მსვლელობის შესახებ მალხას ჭკადუა მოგვაწვდის, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. მალხას გისმენთ, რა ხდება ამ წუთებში აქციაზე. Თუმცა ბოლო ამბავი რაც CSKO-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ის არის რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია დათანხმდა იმას რომ რამდენიმე პირი შესულიყო ადმინისტრაციის შენობაში და მათ მიიღოთ ბოლო ინფორმაცია მონაცემები ამ მოთხოვნას აყენებდნენ უკვე რამდენიმე საათი აქ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ასევე ქართული ოცნების წევრები ის პირები რომლებიც შევიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ზურაბ ხარატიშვილთან მოსალაპარაკებლად არიან სტუდენტური გაერთიანება ლაბორატორია 1918-ის წარმომადგენლები ჩვენ სხვა წევრს ლევან აბაშიძეს პირდაპირ ეთერში გავისაუბრებით. ლევან, თქვენ პრინციპში პირველივე წუთიდან შეუერთდით ამ აქციას და მოთხოვნას პრინციპში იგივეა რომ დაითვალოს დროზე ხმები. თუ შეგიძლია გითხრათ თქვათ ლაბორატორიის სხვა წევრების მოსაზრებაც ამ საკითხზე და თუ აპირებთ თქვათ იმ შემთხვევაში თუ CSKO-მ არ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნები აქციის გაგრძელებას. გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ძალიან კაფეო არჩევანი და დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, ჩვენი გამარჯვება და ჩვენ ბუნებრივია არავის არ მივცეთ საშუალებას რომ ჩვენი ხმები დაიკარგოს, გაყავდეს ან ფალსიფიცირება მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ რომ CSKO-მ რაც შეიძლება სწრაფად, მალე დააფიქსიროს ის შედეგები, რაც უკვე ნათელია მთელი საზოგადოებისთვის, რომ ოფიციალურად გაფორმდეს ამ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება. ლევან, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვესმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასა გარკვეული პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით, დათვალასთან დაკავშირებით რამდენად დამაჯერებელია ეს თქვენთვის? ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ არ არის დამაჯერებელი, არანაირი სერვერების პრობლემები არ არის, ასე ვთქვათ, ისეთი დამაჯერებელი არგუმენტაცია, უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი არჩევნების რეალური შედეგები. და ბოლო კითხვა, თავადი ჟესტი, რომ არა თქვა ოცნების აქტივისტები, არამედ სტუდენტები გახდნენ ასე თქვა შუამავლები პოლიტიკურ პარტიასა და ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას შორის რას მიანიშნებს თქვენთვის? ჩემი აზრით ძალიან დადებითი მოვლენა, ანუ იგრძნობა ნდობა როგორც ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან. ახალგაზრდები არის საზოგადოების ყველაზე ესეთი დინამიური და აქტიური ნაწილი და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩართულები ვართ ამ პროცესში აქტიურად. და სულ ბოლო კითხვა 18 სექტემბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც გავრცელდა ეს შემზარავი კადრები, თქვენს მიერ ლაბორატორია 1918-ის მიერ დაწყებული კამპანია იყო ეგიდით სისტემა უნდა დაინგრეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზე არის ეს პროცესი, დაინგრა თუ ინგრევა თუ როგორ არის საქმე? ანუ ჩვენ ქონდა ლოზუნგი სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ ვემხრობოდით შვიდობიან პროცესების შვიდობიან განვითარებას. სისტემა უნდა შეიცვალოს შვიდობიანად, ამის ერთ-ერთი გზა ეს არჩევნები და სწორედ ამიტომ დგავართ ჩვენ აქ, რომ მოვითხოთ ოფიციალურად CSKO-მ დააკანონოს ქართული ხალხის არჩევანი, რომ შეიცვალოს არსებული მოძალადე სისტემა და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც გუშინ აირჩია ქართველმა ხალხმა. დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვას პასუხობდა ლაბორატორია 1918-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ლევან აბაშიძე. მათთან ერთად დღეს აქ შეიკრიბნენ საზოგადოების წევრები, ხელოვანები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება CSKO-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას. ჩვენ საშუალება ჰქონდა რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდი და კომენტარებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საკუთარ ცოცხლზე ჩამომსხვრეული პარტიის ნაფოტებისგან დაკომპლექტებულმა, მათი სურვილისამებრ დაკომპლექტებულმა CSKO-მ სასწრაფოდ გააფორმოს რეალური შედეგი არჩევნების. საქართველოს მოსახლეობამ მისცა ხმა დემოკრატიას, მისცა ხმა თავისუფლებას. ხაზგასმულად, შეგნებულად აჭიანურებენ, აჯანჯლებენ CSKO-ში ამ პროცესს. ველოდებით ქართული ხალხის გამარჯვების დასტურს. რაღაცას წელავს CSKO და მიზეზი გვაინტერესებს. მოვედით, რომ დროზე დააფიქსიროს არჩევნების რეზულტატები. ჩვენ კი დარწმუნებული ვარ და ულოცავთ ქართულ ხალხს, ვიცით ეს რეზულტატები მიახლოებით, იმიტომ რომ ისეთ განწყობა, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები და ყველაფერი, მაგრამ გვინდა ბეშტიანი დოკუმენტი, რომ გაფორმდეს ქართული ხალხის გამარჯვება.
მიუხედავად იმისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა ქართული ოცნების უპირატესობა და გამარჯვება, მე ვფიქრობ, მაინც რაღაც პროცენტულად, როგორც პროპორციულში, ისე მაჟორიტარში უნდა თუ რაღაც პროცენტები ცოტა მაღლა აწიონ და ვფიქრობ, რომ ეს კიდე ერთი დიდი უნამუსობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ მე ვფიქრობ და მწამს და მჯერა, რომ დაახლოებით ერთი 80%-ით მოიგო ეს არჩევნები. თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებთან მოვიდა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი და ასევე კოალიციის კიდევ ერთი წევრი დავით ონოფრიშვილი, რომ მათ მიაწოდეს წინასწარი ინფორმაცია აქ შეკრებილებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელ ოლქებში გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული სისტემით. სოზარ სუბარის ინფორმაციით კოალიციამ გაიმარჯვა 73-დან 51 ოლქში, მან დაასახელა ეს ოლქებიც, მე ბუნებრივია ვერ ჩამოყვები მათ დასახელებას, იმიტომ რომ დიდი ალბათობაა, რომ ბოლომდე ვერ ჩამოთვალო ყველა. მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეების მსგავსად ცესკოსამ დროზე გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი ამ დრომდეც უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის და ბოლოს მინდა გითხრათ ერთი ფაქტის შესახებ. მე მიჭირავს ოლქმი შემაჯამებელი ზუგდიდი 77 საარჩევნო ოლქის, ასევე 75 საარჩევნო უბანზე გაფორმებული ოლქმი. აქ მიღებული საარჩევნო ბულეტების რაოდენობა იყო 1250, სულ კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 472-მა. ჩვენ სხვათა შორის ეს დოკუმენტი მოგვაწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მე აქ აშკარად ხედავ ერთ რამეს, რომ როლანდ ახალაიას გასწვრივ არის 315 ხმა, მაშინ როდესაც ირაკლი ალასანიას აქვს 83, თუმცა 315 როგორც ჩანს არ იყო თავიდანვე 315, ეს სამიანი გადახაზული, ან როგორც წესი არის ხოლმე, როგორც ჯვარედინად ხაზავენ ხოლმე ცარიელ გრაფებს, შემდგომ არის დამატებული ეს სამიანი და შესაბამისად ამ ადამიანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს დიდი ეჭვი აქვს, რომ ეს არის გასაუქმებლად განწირული, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი ოლქმი. მან ასევე აღნიშნა ჩვენ დასაუბარში, რომ მსგავსი დოკუმენტები ძალიან ბევრია და შესაბამისად არის სურვილი გარკვეულ ნაწილში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციისა. მადლობა მალხას, სხვათა შორის შენ მიერ ნახსენები ფოტო დილიდან აქტიურად ვრცელდება სოციალური ქსელითაც. ეს იყო მალხას ჭკადოა, რომელმაც ცესკოსთან მიმდინარე აქციის შესახებ ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდა.